რამდენიმე საათიანი რიგების სარფის საბაჟოსთან თურქეთში ფეხით გადასვლის მსურველი მოქალაქეების საზღვარს ისევ ვერ კვეთავენ. ამ დროისთვის სასაზღვრო მონაკოძე მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებს ატარებენ, ისიც შეფერხებებით. მიზეზი თურქეთის საბაჟო სამსახურის ელექტრონული სისტემის ხარვეზე არის, გამოც ბოლო საათებში პრობლემა ქვეყნის ყველა გამშვებ პუნქტზე შეიქმნა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა რა, გადასვლა, გადმოსვლა. ხშირად ითიშება სისტემები. სარფის საბაჟოზე საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას დილის 4 საათიდან ელოდებიან. შეფერხების მიზეზად პროგრამული ხარვეზი სახელდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ ელექტრონული სისტემის გათიშვა პირველად არ ხდება და პროგრამული შეფერხება საზღვარზე თვეში რამდენჯერმე მეორდება. თვეში 1-3 მაინც არის 4-ჯერ დაახლოებით. წინა დღესაც საღამოს 9 საათზე გაითიშა და მეორე დღეს 11 საათზე ჩაირთვა. გუშინ საღამოს 7 საათზე გაითიშა და პირველის ნახევარზე სადღაც ჩაირთვა. მაგრამ იმდენად იყო დიდი რიგი, ზოგს მოუნა დილით გადმოვიდა ხალხი. 3 საათი ველოდებით. თურქეთში სისტემა გატეშულია, ხოს გვეუბნებიან, მეტი არაფერი არ ვიცით. და რას აპირებთ ახლა? ნუ დაველოდებით ცოტა წავალ სახში. გაიხსნებაო ინფორმაცია რა გაქვთ? უპირდებიან გაიხსნება. ჩაკეტილია მხოლოდ თურქებს შეშვება, ქართველებს არაო. რაღაცა ინტერნეტ აფეთქება მოხდაო თუ რაღაცა იქო და. თურქეთის რესპუბლიკის საკონსულოში აცხადებენ, რომ საბაჟოს პროგრამული სისტემა მთელი თურქეთის მასშტაბით გაითიშა და სპეციალისტები ხარვეზის აღმოფხრაზე უკვე მუშაობენ. თემაში არის რაღაც შეფერხება, რომელიც გუშინ საღამოს დაიწყო, უკვე შესაბამისი უწყებები მუშაობენ ამ პრობლემის მოგვარებაზე და ეს არის არა მხოლოდ სარფში, არამედ თურქეთის სხვა გამტარ პუნქტებზეც არის. ანუ ზოგჯერ მოდის, მერე ისევ ითიშება. სარფის საბაჟოზე არსებულ გრძელ რიგებზე დღეს კომენტარი შემოსავლების სამსახურშიც გააკეთეს. უწყების ინფორმაციით საზღვარზე მიმოსვლა ნაწილობრივ აღდგენილია. სრული დატვირთვით ჯერჯერობით საბაჟო ვერ მუშაობს, სწორედ ამის გამო, რომ ეტაპობრივად თურქული მხარე აღადგენს მოძრაობაზე, ჩვენ შესაბამისად, სწორედ იმ რაოდენობით დავიწყეთ გატარება, რა რაოდენობის მიღებაც ამ ეტაპზე თურქულ მხარეს შეუძლია. ამ დროისთვის სარფის საბაჟოზე თურქეთიდან მხოლოდ სატვირთო ავტომობილების გზა გაიხსნა. როდის დაიწყებს გამშვები პუნქტის სრულად ფუნქციონირებას უცნობია.